მოგონებები აფხაზეთზე. აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე ჩვენს რუბრიკაში მიამბე აფხაზეთზე. აფხაზეთთან ბევრი რამე მაკავშირეს. იქ ყავდა მეგობრები, სხვა შორის რამოდენიმე აფხაზეთს იყო მათ შორის. კარგი ურთიერთობა მქონდა. იქ ყავდა ნათესავები. იქ ყავდა კოლეგები სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, სადაც 84 წლიდან ინსტიტუტის არსებობის ბოლო დღემდე ვიყავი პროფესორი. აი მე შემიძლია ერთი ალბათ 20-25 პროფესორი გავიხსენო, მაგრამ მე ვიტყვი იმ ხალხს, ვინც დღეს ცოცხლები აღარ არიან და ვინც ძალიან ახლობლები იყვნენ ჩემი. რექტორი მაშინდელი ვახტანგ ფრუიძე, რომელიც გადაყვა ამ აფხაზეთის მოვლენებს. პროფესორები დავით დევდარიანი, მამია ღლონტი, ნოდარ წიქორიძე. არც ერთი ცოცხალი აღარ არის. აი ამ ხალხთან ძალიან ახლოს ვიყავი. სამ საგანს ვკითხულობდი იქ. ეს იყო ორგანული ქიმია, ეს იყო ბიოქიმია და ეს იყო ბიოტექნოლოგია. კარგი ძლიერი ინსტიტუტი იყო, მეცნიერულად ეს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. კარგი სწავლა იყო იქ. საგნებს ასწავლიდნენ კიდეც და თხოვდნენ კიდეც. პროფესორი იყო დეკანი ზაურ ჩანჩიბაძე, იმის მიწვევით ხდებოდა. ჩემი ახლო მეგობარიც იყო და არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო. შესანიშნავი ოჯახი ყავდა, შესანიშნავი ოჯახი. მე ძირითადად იქ რო ვიყავი, ბატონ საურთან ვიყავი ხოლმე. ბატონ მამიასთან, ღლონთან. არაჩვეულებრივი ხალხი იყო, არაჩვეულებრივი. ჩავდიოდი ხოლმე სალექციო კურსის დასაკითხად და ესე დაახლოებით 8-10-12 დღე ვცხოვრობდი იქ. მიშველიანი იყო, ტურბაზასავით ჰქონდა და ეს კაი ოთახს გავამიყობდნენ ხოლმე იქ და იქ ვცხოვრობდი. სინოფში იყო და იქიდან ახლოს ავდიოდი და ამდენად რასაკვირველია მაწყობდა იქ ყოფნა. სხვაც იქვე იყო და ეს ხალხი კიდე, რა ვიცი, სულ ჩემთან იყვნენ. ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაქვს, ძალიან ბევრი. გარდა აი წმინდა მეგობრულისა, ახალ რაღაცებზე ვფიქრობდით. ცოტა კურსების მოდიფიკაცია მოვახდინეთ ამ ხალხთან მსჯელობის შედეგად. უფრო მოვარგეთ ამ სუბტროპიკული ხილის და ჩაის ტექნოლოგიებს. შევიტანეთ ახალი ტიპის ფერმენტების მონაწილეობა ამ გადამუშავების ტექნოლოგიებში, რაშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ესეთი შემოქმედებითი ხასიათი ჰქონდა ჩვენს თანამშრომლობას. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც წარმოებაც გაკეთებულიყო, აი როდესაც ხსნადი ჩაი მზადდებოდა, იქ ნარჩენი რჩებოდა, რომელიც კიდევ საკმაოდ დიდარი იყო, რომელიც ნარჩენს წარმოადგენდა ისეც, რომელიც გამოყენებას არ ბოულობდა და იმის გამოყენებაზეც ვფიქრობდით და თითქმის დაწყებული იყო. ორ ადგილას მიიღებოდა ამ ჩაიზე წარმოებული სასმელი. ერთი იყო ბახმარო ოზურგეთში და მეორე იყო ლებარდე. დავდიოდი მეურნეობებში, დავდიოდი წარმოებებს ვათვალიერებდი. იქ იყო ნახშირ ორჟანგით მიღებული ექსტრაქტების ქარხანა. ამ ქარხანაში ვიყავი, რამოდენიმე საინტერესო წინადადებაც მივეცი. ხდებოდი სტუდენტებს. მე მიმქონდა თან სამუშაო როგორც წესი და კარგი პირობები მქონდა, ვეჯახი ხოლმე ვკითხულობდი, ვაკეთებდი რაღაცეებს. ხანდახან ჩოგბურთს თამაშობდი. აი კიდე ბაზამად, იუხსლა რაფადიმად, ზუხაფსა ზარიმად, დარარჩკნი არამად. ძალიან მაღალ დონეზე აქვთ სტუმართ მოყვარეობა, რომ იხვალ აფხაზების ოჯახში გეგონება, რომ აი შენზე უფრო ძვირფას სტუმარი არ აყავთ. არჩეულებრივი მიღება იწვევენ, არაჩვეულებრივი, სუფრაზე, აი სადღეგრძელოები, აი ურთიერთობა. ეს ყველაფერი ძალიან დასამახსოვრებელი იყო. წელიწადში ალბათ 3-ჯერ 4-ჯერ დავდიოდი. რა უნდა სოხუმში დაждდებოდი მატარებელს დილას იქ იყავ. ერთხელ მთხოვეს და
აფხაზურ უნივერსიტეტში წავიკითხე ლექცია. რომ მივედი ქართულად დავიწყე კითხვა და ჩვენ ქართულად მინიხაძემ პაგრუზინსკიო ერთმა მითხრა. ხო და მითხრა как ваша фамилия თქო და რაღაც აფხაზური გვარი მითხრა. на каком языке თქო კითხე და на любом кроме грузинского. ნახევარი საათი უკითხავდი ინგლისურად. არ ესმოდათ ინგლისურად და რო წაიძრაბა ხა იმან მეც იმიტომ აი ზუსტად იმიტომ მაგრამ მარტო სტუდენტები არ იყვნენ. ერთი-ორი მასწავლებელიც იყო. არც იმათ ხმა არ მოუღიათ. იჯდნენ 15-20 წუთი მისმენდა და რასაკვირველია რუსულადაც შემეძლო წამეკითხა და მე მთხოვეს. ხო და მე რომ მოვიდნენ მე ვთქვი ეხლა ქართულად წაიკითხავდი და კარგად გაიგეს ყველაფერი და მე ვიცოდი რომ იმათმა იცოდნენ ქართული. სხვა შორის მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა უნივერსიტეტის რამოდენიმე პროფესორთან. გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ აფხაზეთი ძირძველი ქართული მიწაა, საქართველოს ნაწილია. დავითი აფხაზთა მეფე იყო. რატომ უნდა მომხდარიყო ეს, მაგრამ ეს იყო გამიზნული პოლიტიკა, რომელიც კრემლიდან იმართებოდა სამწუხაროდ და ამას ვერაფერს ვერ იზავდი. ეს საქართველოს ძალას აღემატებოდა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ პოზიცია საქართველოში ქართული ხელმძღვანელობის პოზიცია, ცენტრალური კომიტეტის მაშინ სწორი არ იყო. ჩვენ ძალიან კარგი ხარი დავკარგეთ და იმათმა დაკარგეს ხალხი, რომლებიც იმათთან გაცილებით უფრო ახლოს იყვნენ, ვინმე თქვათ რუსები ან ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხი, რომლებთანაც ძალიან ბევრი საერთო ჰქონდათ უკვე ჩამოყალიბდა, ოჯახებიც იყო საერთო, შვილებიც ყავდათ, აფხაზებმა ისწავლეს ქართული ისწავლეს, ძალიან კარგად იცოდნენ უმრავლესობამ. ქართველები ლაპარაკობდნენ აფხაზურად და არ უნდა მომხდარიყო ესე. კარგი ხალხია, თბილი ხალხია, მაგრამ აი ამ ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ, რასაც ქვია აგიტაცია და რასაკვირველია ჩვენს ბევრი დავკარგეთ, მაგრამ იმათმა მე მგონი იმათ სიცოცხლის ყაიდა შეეცვალათ. აი საქართველოს რომ მოწყდნენ. სამწუხაროდ ის ხალხი მოტყუდა, წარეთ მოტყუდა. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა კი ხვდებიან, რაც გააკეთეს. და ეს რასაკვირველია დიდი შეცდომა იყო დაშვებული ქართული მხარიდანაც. იქ ცოტა მეტი და სხვანაირი ყურადღება იყო საჭირო. ასე ცხოვრება მესექნა და მაინც უნდა ვიქონიოთ იმედი რომ ეხლა ვიქონიოთ რა ეს არის ქართული მიწა და უნდა საქართველოში იყოს რა თუნდა ამას ლაპარაკი. აფხაზი კიდე იქ უნდა ცხოვრობდეს.